მოდი ხა ერთად ვქნათ ყველამ. უცბად ვიზამ. მაშალა, დავხდეთ. აი ახეთ დავავადო. ხელის დაბანა რომ მოგინდებათ. ეს ონკანივით არის მოუშვებ. იდეაში მინდოდა რომ დღეს ესე ვთქვათ პატარა ვიდეოსავით გამეკეთებინა და მეჩვენებინა რომ ბავშვებთან ერთად ჩემს სამეგობროს ჩემ გარემოცვაში ბევრს ვთქვამს რომ რთულია ბავშვებთან ერთად კემპინგზე წასვლა და მსგავსი რა თქმა უნდა რთულია იმ მხრივ რომ ბევრი პასუხისმგებლობის ნაწილში ბევრი დეტალია რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება მაგრამ საბოლოო ჯამში ღირს იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეს არის გარემო სადაც ბავშვები არიან მაქსიმალურად ბავშვურები და ისეთ თემებზე შეგიძლია ისაუბრო რაც ეს ყოველდღიურობაში არ ხდება. ხედავთ რამდენი ნაგავი ყრია? ეს როგორ არის იცი მოხვედრილი ზოგმა აქ დაყარა მაგრამ ზოგი წყალში რო ყრიან და რო გონიათ რომ ერთი ცალი ბოთლი არაფერი არ არის. შეხედე რამდენი ნაგავია? მე ავიღოთ ეს ბოთლები, ჩავყაროთ. ერთი ნაგვის პარკი გვაქვს და ნახოთ რამდენს წავიღებთ, კაი? აბა გამოვშვი. ლიზა მოგვეხმარე, ლიზა. აი ესეთი ღორების გამო მე ვავაგოთ ხალხს. ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ კემპინგი არ არის რაღაცა უბრალო ის რომ მიყვარს სიტყვაზე და ბავშვებიც მინდა გავიყვანო. რა ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი ესე ვთქვათ ღირებულება რაც ესეთ გასვლებს აქვს არის ის რომ ბავშვებთან ფაქტიურად რაღაც ესე ვთქვათ კომუნიკაციის ხიდს ვქნი და ხშირ შემთხვევაში ესეთ ადგილებში ისეთ რაღაცებზე საუბრობთ რაც ყოველდღიურობაში ფაქტიურად არ ხდება რა. ლიზა მოდი დამეხმარე კარავინებიდან. ჯერ ყუთელში გავუხარ, აი მაგ. მიდი. ეხლა იმას გავდრინე. ხასვი მაგაში. აი ეგრე დააწიკი ძალიან. ყოჩა. გავუყარა ეხლა ის იმაში. ლეჩეც. ავედი წეცინა. ეხლა ანასტასია დაგვინთებს ცეცხლს, აი ამით. დაგვინთებ? ლიზას იმას აკნევია და მე შე. აი. მიდი ლიზა ეხლა შენაკე. მიდი. ეს დაწვი. მიდი. აი ეგრე, ყოჩა ხლის. ნახე რა ცეცხლი გააჩაღა. მაგას მერე დავწვავთ. მომეწონა დამთობა. ოდროს პირდან ამხდი.
ხოდავს. ეს შეხედენ აქ წამოიწე ცეცხლი. სადაც ხედავ რომ ჩასადები ადგილი არის, როში ახლა. აი ესეთი ცეცხლი ანთეს გოგოებმა. ანასტასიამ გიტარაც გადამოიღო. ის ჩასვლაც კაი გვექნება. ვაიმე, რამდენი დაგიყრიათ. ფოტოსებით რატო შემოხო? დაგისროლდა ფეხი? ჰა? არა თუ კი? არა. ვა. აი. ამარი დავუშვათ. ბუნებაში ხახვის დროს თავის უმღამე, ხარტი. დინათ. გიტარად. ვა. საოცარი. მე. Something. It. ხოლო მოკლედ მარტივად თუ გინდათ რომ თქვენ ბავშვებთან რაღაც საერთო ინტერესი გამონახოთ, ალბათ კემპინგი იმისთვის რომ თქვენც ინტერესი ნახოთ რეალური და რაღაც ბავშვების გამომართვა არ გაკეთოთ, ალბათ ყველაზე კარგია რა. როგორც კი შეეჩვევ შენ თუნდაც ხო თავიდან მესმის რაღაც გამოცდილება შენ თვითონ გინდა რომ მე ბავშვებს შევუქმნა კომფორტი რა, მაგრამ ყველაფერი პრაქტიკის ამბავია რა და იზღირებულება რასაც ეს გასვლები ბავშვებთან გვაძლევს, რა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც შობლის გადმოსახედიდან. ჟაკეტი დაგივარდა. ხელები დაიბანე წადი. წადი ხელები დაიბანე, მოუშვი. დაეხმარე. Kşa! Kşa! ხელები დაიბანე. თანას არ შეხუთან. ძნელი არის ბავშვთან ერთად გადაღება ვაღიარებ, მაგრამ არა სამაგერად ისეთი დროს ატარებ ბავშვებთან, რომელსაც ყოველთვის გაიხსენებენ და ყოველთვის ემახსოვრებათ რა და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. მარტივად რო გითხრათ, აი რაღაცებით შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, ბჭყალებში დაკეროთ ბავშვები. ეხლა მაგალითად მარშმელო დამავიწყოთ, რომ ვეტყოდი, რომ საღამოს კოცონზე უნდა შევწყვოთ მეთქი და შეიძლება ღამემდე მაგის გამოეთმოთ. ასე რომ რაღაც ეგრეთ წოდებული ჰუკები გვინდა და მარტივად შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის. არ არსებობს რაღაცა დეტალი, რაც არ მოეწონებათ და იმის გაკეთების სურვილი არ ექნებათ. მაგალითად ხანკარგვის გაშლა, ვიცი ცეცხლის დანთება და მსგავსი რაღაც. მოგწონთ კემპინგი? ჰა? ლიზა მოგწონს? თუ ხახვი უფრო მოგწონს? ხახვი უფრო მოგწონს. ხახვი გირჩევნია კემპინგს. Hello guys. გაიცი ერთ წუთი. ნახოთ. Hello guys. My name is Lisa. გემრიელი იქნება. მასალე? აუ, კოღომა საჭმელს მიჩვენია მინიშკშა.
მიდი ერთი კოღოები გაჭერი. ძალიან კაია. ვა. მაინც შენს უკან მამა დათვია. არა უშავს, ამ წადის გამო ვიჩხუბე. ესეთ გავაკეთოთ ხოლმე? ეგრე მოგეწონა? ხედე? შეხედე? გადახედე რამე ხო არ გვჩება.